გამარჯობა. როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებამ ჩვენ წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს, უпростоრად პირველი მსოფლიო ომის დროს რომ იყენებდნენ ქიმიურ გაზს, ქიმიური არახს ის გამოიყენა. BBC-ს დასკვნა ეს. შემდეგ იქნება ალბათ დოგვის გაზი, ხო? აი ჰიტლერმა მოკლა დოგვის გაზით ძალიან ბევრი მეტროში. რა ვიცი, იქნება ეგეც გეცადათ. აქ პრობლემა იმაში კი არ არის, კოცები რას აკეთებენ. ესენი მაგას იზავენ, ესენი უარეს იზავენ. აქ პრობლემა იმაშია, აი მეორე მხარე ვინც ახართ რა, ჩუმად რომ ხართ. ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური იარაღი, თქვენ ჩუმად ხართ. ეს იცი რას ნიშნავს? თქვენც მაგათკენ ხართ. ხვალ შორო ჩაფხოცონ. კი, კაცო, აბარა, ესე უნდა იყოსო იტყვით. მიხა ხელაშვილი რომ მოკლეს საკუთარმა ძმაკაცებმა, აი ეგენი ხართ თქვენ. აი ეგენი ხართ. საუკეთესო ხალხი ზის ციხეში. საუკეთესო ხალხი. მარტო პაატა ბურჭულაძის კარიერა, რაც თავის ცხოვრების მანძილზე რასაც მიაღწია, აი იმას თქვენი 10 თაობაც კი ვერ მიაღწევს. სხვებზე უკვე არაფერს აღარ ვამბობ. პრობლემა არის ხალხში და საზოგადოებაში. ჩვენ ვისაც თავისუფლება გვინდა, გვიპირისპირდება მონების ურდო, რომელიც მზად არის ხვალვე მიხა ხელაშვილივით ტვინი გაგვასხმევინოს. აი ეგ არის პრობლემა. ეს არის ყველაზე ცუდი. კათი ყათ.